ქალაქის ქუჩებში გამოსვლის შეტარებამ ჩაჭრილების რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა მაინც არსებობს რისკი, რომ მართვის მოწმობა ისეთი ადამიანის ხელში აღმოჩნდეს, რომელსაც სათანადო ცოდნა არ გააჩნია. ასეთია ავტოექსპერტების ნაწილი შეფასება. ისინი ავტოსკოლების სავალდებულო ლიცენზირების შემოღებას უკვე წლებია ითხოვენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში თვითმარქვია ავტოსკოლების რიცხვი დღითიდღე იზრდება. რატომ არის მნიშვნელოვანი ავტოსკოლების ლიცენზირება, რა გამოწვევებზე ამახვილებენ ყურადღება სპეციალისტები და გაიზარდა თუ არა მიმართვიანობა ავტოსკოლებში. თემის დეტალებით მარი მელიქიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მე ვესალმებით ჩვენს მაყურებელს. ავტოექსპერტები ავტოსფეროში კიდევ ერთ რეფორმას ითხოვენ. ამჯერად საუბარია ავტოსკოლებზე. დარგის წარმომადგენლების განმარტებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ავტოსკოლების საქმიანობა ლიცენზირებული არ არის. მათივე თქმით, ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები თუ რა რაოდენობის ავტოსკოლა საქმიანობს, ასევე რამდენი ლიცენზირებული და კვალიფიციური ინსტრუქტორია. ჩვენთან საუბარში Green Light Consulting-ის დამფუძნებელი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ საქართველოში დღითიდღე მზარდია ეგრეთ წოდებული თვითმარქვია ავტოსკოლების რიცხვი, რომლებიც მართვის მოწმობის აღებით დაინტერესებულ პირებს ხრიკების და კოდირების გზით ასწავლიან და რეალურ ცოდნას არ აძლევენ. შესაბამისად, რისკი იმის, რომ მართვის მოწმობა უცოდინარი ადამიანის ხელში აღმოჩნდეს, კვლავ დიდია. ის, რომ ავტოსკოლების საკითხი არ არის მოწესრიგებული, ადასტურებენ თავად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც. ისინი არა ჯანსაღ კონკურენციაზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ მათ ვისაც რეგისტრაცია გავლილი აქვთ მომსახურების სააგენტოში, კონკურენციის გაწევა უწევთ ისეთ ფსევდო ავტოსკოლებთან, რომლებიც არსად არ არიან დარეგისტრირებული, შესაბამისად არანაირ გადასახადს არ იხდიან და მძღოლობის კანდიდატებს დაბალ ფასად ამზადებენ. ყველა ამ ფაქტორიდან გამომდინარე, როგორც ავტოექსპერტები, ისე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ავტოსკოლების კონტროლის მექანიზმის გამკაცრებას ითხოვენ. რეალურად არავინ იცის დღეს საქართველოში რამდენი ავტოსკოლაა და ვის შეიძლება ეს სტატუსი ქონდეს, ხო, როგორც აი ავტოსკოლის სტატუსი, იმიტომ რომ შესაბამისი არც ლიცენზია არსებობს, არც სერტიფიკატი, ანუ ეს არის სფერო, რომელიც არის თავიდან ბოლომდე დაურეგულირებელი და დიდი ხანი არასამთავრობო ორგანიზაციები ვითხოვთ, რომ ამ სფეროში გატარდეს რეფორმები. ეს რეფორმამ უნდა უპასუხოს გამოწვევებს, ხო, და გამოწვევა არის ის, რომ ჯერ ერთი გავიგოთ რამდენი ავტოსკოლაა, გავიგოთ მათი კვალიფიკაცია, გავიგოთ ინსტრუქტორების ცოდნა, გამოცდილება. საქართველო დღეს არის ერთადერთი განვითარებულ ევროპაში, სადაც ავტოსკოლები არის არალიცენზირებული საქმიანობა. და რატომ არის სხვაგან ეს ლიცენზირებული? იმიტომ რომ ეს საქმიანობა უკავშირდება ადამიანის სიცოცხლეს, ადამიანის ჯანმრთელობას. არის სკოლები, კონკურენციას ამას, ისე ვიტყვი ბჭყალებში, აქვთ გარაჟი გახსნილი, არანაირი, შეიძლება ინვენტარი აქვს მხოლოდ გახსნილი და არანაირი საბუთის გაცემის უფლება არ აქვს. თვითნასწავლია, თვითნასწავლი მოგეხსენებათ რაღაც, შენ თვითონ თუ არ იცი ნორმალურად შენ თვითონ როგორ უნდა ასწავლო, ხო? ყველას აქვს პედლები დაყენებული ავტომობილებზე და ასწავლიან ესე. რა თქმა უნდა, ეს ავტოსკოლებზე, რა თქმა უნდა, მოქმედებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან ბევრი გადასახადი გვაქვს, იჯარა, ხელფასია, საგადასახადოა, კომუნალურია და ასე შემდეგ. და ისინი ამ ყველაფერს არ იხდიან. რაც შეეხება ავტოსკოლების მომსახურებაზე მოთხოვნას, ის წლიდან წლამდე მზარდია, თუმცა განსხვავებული სურათია კატეგორიების მიხედვით. მსხვილი ავტოსკოლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2023 წელთან შედარებით 2024 წელს 10%-იანი ზრდა ჰქონდათ A და B კატეგორიების ნაწილში, თუმცა რაც შეეხება C და D კატეგორიებს, რაც ქალაქში გავიდა გამოცდა, ამ კატეგორიებზე მომართვიანობა 70%-ით არის შემცირებული. ამ ეტაპზე მოთხოვნა მკვეთრად არის გაზრდილი E კატეგორიაზე, რადგან უახლოეს პერიოდში განიხილება, რომ E კატეგორიაც, ანუ ტრაილერის მართვის მოწმობის აღებაც ქალაქის გამოცდას დაექვემდებარება, ამიტომ მსურველები ცდილობენ მოასწრონ და მხოლოდ თეორიული გამოცდითა და მოედნის ჩაბარებით შეძლონ სასურველი კატეგორიის აღება. რაც შეეხება ზოგად ფონს, მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ სივრცეში გატანის შემდეგ, როგორც სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ჩაჭრილების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ავტოსკოლების წარმომადგენლები მიზეზად ასახელებენ იმას, რომ მძღოლობის კანდიდატები ცდილობენ გამოცდაზე გასასვლელი ცოდნა ნაკლებ გაკვეთილში მიიღონ, რაც მათივე შეფასებით არასაკმარისია. თავის მხრივ მართვის მოწმობის აღების მსურველები მცირე რაოდენობის გაკვეთილის გავლის მიზეზად სწავლების მაღალ ხარჯებს ასახელებენ. ის, რომ მართვის მოწმობის აღება საკმაოდ სოლიდური თანხა ჯდება მსოფლიოში, ავტოსკოლების ბაზრის მიმოხილვაც ადასტურებს. კერძოდ 2024 წლის ანგარიში წერია, რომ გლობალურად ავტოსკოლების ჯამურმა შემოსავალმა გასულ წელს $98 მილიარდ გადააჭარბა. ბაზრის ექსპერტები ელიან, რომ 2024
2025 წელს ეს შემოსავლები 103 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, 2029 წლისთვის კი 125 მილიარდსაც კი შეიძლება მიაღწიოს. თუ ავტოსკოლას მიყვება მომხმარებელი, როგორც საჭიროა, ავტოსკოლას გულისხმობ, რომელიც არის ნამდვილად ორიენტირებული იმაზე, რომ მოსწავლე ჩააბაროს და ცოდნა მარტო ჩაბარებაზე არ არის, ცოდნა მიიღოს, მაგრამ მომხმარებელზეც არის დამოკიდებული, რომ მოდის, მეკითხება, სამ გაკვეთილში ვისწავლი? და სამ გაკვეთილში რო ვერ ისწავლის, ეს ყველა მიცით. მინიმალური არის 20 გაკვეთილი და ზევით. თუ ცოდნა გინდა რაღაცა მიიღო, ელემენტარული, რაც ქალაქში გაიარო ნორმალურად, 20 გაკვეთილი არის მინიმალური და ზევით. პირველ გასვლაზე ალბათ 10-15%-ია, ვინც აბარებს. ესეც 10-15% ცოტა ხმა მაღალი ნათქვამია, მაგრამ ჩვენი მოსწავლეებიდან გამომდინარე, ვინც ჩვენ მოყვება, ვინც გადის აქედან გამომდინარე 10-15%-ია პირველივე გასვლაზე. უკვე მეორე გასვლა არის დაახლოებით 35-40%, მესამე გასვლაზე სადღაც 60-70% აბარებს. ამოცანა არ უნდა იყოს და არ არის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი ჩაიჭერას. ხო, ამოცანა არის ის, რომ შეიძლება ბევრმა აიღოს მართვის მოწმობა, მაგრამ აიღოს ისეთმა, ვისი ცოდნა შესაბამისია მართვის მოწმობის აღების, ხო? ჩვენ გვაქვს დღეს ისეთი მოდელი, რომ შეიძლება ბევრჯერ ჩაიჭერას ადამიანი, მაგრამ დაიზუთხოს და მაინც აიღოს მართვის მოწმობა და დაზუთხვა არის ამ შემთხვევაში ის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს მართვის მოწმობის აღებას და აღებას იმ ადამიანისთვის, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ცოდნა. ამიტომ თვითონ ეს მოდელი არის შესაძლებელი, რომ მართლა ვინც იცის, იმის ხელში მოხდეს მართვის მოწმობა. ამიტომ გადასახედი არის თავიდან ბოლომდე ავტოსკოლიდან დაწყებული მართვის მოწმობის გაცემით დასრულებული მთელი ეს ჯაჭვი. აქვე წელს გაცემული მართვის მოწმობების ოფიციალურ მონაცემებსაც გავეცნოთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლებით ჯამურად 2024 წელს გაცემულმა მართვის მოწმობების რაოდენობამ 28,723 შეადგინა, რაც 5,4% აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ძალიან დიდი მადლობა მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.